გამარჯობა ბატონო ნიკო. გაგიმარჯოს ჩემო ადამ. როგორ გიკითხო აბა? ვერა ვართ ისე კარგად როგორც შეგვეფერება, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ. თქვენ ხომ კარგად? მეც არ ამიშავს. ცოტა ასა კი მიტევს, მაგრამ უძლებთ. აქ არის ბატონი დავითი. დიახ. იბრძანდით. ალბათ. გაბრძანდით ბატონო ნიკო. გამარჯობა. აპატიე ჩემო დავითი, ცოტა ადრე მომიწია მოსვლა. ჩემო ნიკო, როგორ გამახარეს მოსვლა? ელხوار შეგიშალეთ. აპატიე ფეხზე ვერ ავდექი. როგორ გეკადრება? როგორ ბრძანდები ეკატერინე? გმადლობ ნიკო. მოხარული ვარ რომ გესტუმრეთ. უნივერსიტეტის წესდების მონახაზი მოგიტანეთ დავით და ძალიან გამიხარდება თუ გადახედავ შეგვიფასებ. დიდი პატივია ჩემთვის აუცილებლად გადავხედავ. ეხლა ჩემს ანდრეც გამიხილავდით. და მინდა გთხოვ რომ შენც შენი ნათელი გონებით თვალი გადაავსო. სიამოვნებით რა თქმა უნდა. თან ეკატერინესაც უნდა რაღაცის ჩამატება. ჩვენს მიერ მოწვეული ნოტარიუსი კი, ჩვენი ძვირფასი სამსონი, საბოლოოდ დაამტკიცებს ამ ანდერძს. მაშინ აჯობებს რომ ჯერ სრულად წავიკითხოთ. თუ ჩასამატებელი არამე, ჩაამატეთ და ხვალვე შევადგენთ ყველა საჭირო საბუთს ხელმოსაწერად. მე მაგარ ვიხნები, მინდა რომ ჩემმა ეკატერინემ გააგრძელოს საქველმოქმედო და საქმიანობა. იმედია კარგად გაუძღვება. აუცილებლად დავით. აი ნიკო, ანდერძის ჩამონათვალი. ეს რამ ხელ ანდერძი შეგიდგენია დავით. ეს ანდერძი როსტოვში დავწერე გზად. ბერლინში მივდიოდი ოპერაციის გასაკეთებლად. ანდერძის შესრულება დაევალოს ნიკო ხვედაძეს. ამ ხელა პასუხისმგებლობას მაგისტრებ? კი. პირველი შენ განდობ ამ ანდერძის შესრულებას. შენ შემდეგ ორივე ალექსანდრე წაუძღვება ამ საქმეს. სარაჯიშვილები. კარგი, წავიკითხავ მაშინ. გამარჯობა ამხანაგებო. აბა რაშია საქმე? როდის უნდა გადაასვენოთ ეს სარაჯიშვილები აქედან? ამხანაგო ივანე, ჯერ ის გითხარით თუ რა არის გადაცვენების მიზეზი? უცხო საფლავთა შემსწავლელმა კომისიამ შეისწავლა სარაჯიშვილების ისტორია და ისინი მოხვდნენ უცხო საფლავების სიაში. რას ნიშნავს უცხო საფლავების სია? დავით სარაჯიშვილს გაუმარჯოს.